რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, ჯერ პირველ რიგში მე მინდა რომ ბატონ თორნიკეს გამომჯამთელება უსურვო. თქვენ სწორედ აღნიშნეთ რომ რაც არ უნდა ოპონენტი იყოს ადამიანი, არ შეიძლება რომ არა ადამიანურად, ანუ როგორც უღირსი ისე მოიქცეა. არ გეკადრება რა, აი დუმბაძე და ძმანიმათმა რო გააკეთეს განცხადებები. არ ეკადრებათ ეს განცხადებები. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ რიჟვაძე ძალიან ბევრი კარგია გაკეთებული აჭარაში და მართლაც რომ ანუ ინფრასტრუქტურა დაწყებული, ეკონომიკა დამთავრებული, უამრავი წინსვლა და სწორი ნაბიჯია გადადგმული. შესაბამისად ეხლა რა თქმა უნდა, როდესაც რაღაცას აკეთებ, ყოველთვის გებრძვიან. ეს ჩაოლებრივი ამბავია, თან მithumetes თუ კაის აკეთებ, ხო? არავის არ უნდა ეს კაის კეთება. უბრალოდ ეს ტურები გამოჩნდებიან ხოლმე იმ დროს, როდესაც ფეხი გადაგიცდება და რაღაცა ცხოვრებაში წაბურძიკდები და მართლაც ეს ტურები გამოჩნდნენ ეხლა რომ კრიტიკა დაუწყეს კაცი რა მდგომარეობაშია და რაც არ უნდა ამბავი იყოს და რაც არ უნდა მოსაყოლი იყოს, როგორ შეიძლება რომ ეხლა საკილიკოდ ყოფილიყო და ანუ ეს კილიკი როგორ უნდა მიესალმო ამ ყოველივეს. გია ვოლსკიც რა დღეში ჩააგდეს კაცმა გააკეთა განცხადებაო რომ მე ამ წერილის არ მჯერაო დაახლოებით ეს ტექსტი იყო და მე ცალკე განმარტება მოუწია ბატონ გიას რომ ანუ შინაარსში არ შედიოდა და ანუ შინაარსი რა თქმა უნდა ამ იდეას იზიარებს. აქედან გამომდინარე ჯერ კიდევ მადლობა უფალს რომ არის იმის შანსი რომ ეს ადამიანი გადარჩეს და ცხოვრების დღის წესრიგს ან ცხოვრებას დაუბრუნდეს და შემდეგ უკვე განვიხილოთ თუ იგი ჩათვლის რა თქმა უნდა საჭირო თუ რომ განვიხილოთ რა მოხდა და როგორ მოხდა და ეს მისი პირადი გადასაწყვეტია, იმიტომ რომ უკვე აღარ არის თანამდებობის პირი და მას შეუძლია რომ ისაუბროს რაღაცაზე, მას შეუძლია რომ არ ისაუბროს. ასევე კიდე საკილიკოდ იქცა ის ამბავი რომ აი მადლობა გადაუხადა ბატონ ბიზნესო და ბატონი პრემიერსო, ხო? ანუ აქ ცუდი რა არის, რატო არ უნდა გადაიხადა მადლობა სიტყვაზე რომ მართლაც და ესე მას ესე გაეკეთებინა, ხო? როგორც ჯერჯერობით ეს ვერსია არსებობს, ხო? როგორ არ უნდა გაეკეთებინა, ანუ რა პირიქით იყო ერთი გუნდის წევრები იყვნენ, ერთგულად მიდიოდნენ, ერთგულად, რა ვიცი, იბრძოდნენ ყოველთვის და ერთგულად ჩვენი ქვეყნის განვითარებას ახდენდნენ. აქედან გამომდინარე, ესაც საკილიკო არაფერი არ არის და რა თქმა უნდა, მამანდი ყოველთვის ჩასაფრებულია და ერთი სული აქვს, რომ წაიქცე, ფეხი წაგიცდეს, რომ შენზე რაღაც კონკრეტული საუბრები, კონკრეტული ჭორები დაიწყოს. ამიტომ ამას ალბათ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მე ანუ სიმხნევეს უსურვებ მის ოჯახს, რომლებიც ეხლა ერთი სული აქვს, რომ ბატონმა თორნიკემ ხმა მოიღოს და გამოჯამთელდეს და მე იმედი მაქვს რომ ესეც იქნება. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ჯერჯერობით დაკავებულია იარაღის უკანონო გამოყენებისთვის, უბრალოდ დაუდებრობისთვის კონკრეტული პირი, ამ შემთხვევაში ბატონი ახვლედიანი, თუმცა ნახოთ ეხა კიდე რა მოქმედებები გამოიკვეთება, თუ გამოიკვეთა ის რომ მაგალითად ბატონ ახვლედიანს ეს იარაღი შესაბამისად სტანდარტების მიხედვით ქონდა მაგალითად სეიფში ჩაკეტილი და მაინც ბატონმა თორნიკემ გააღო და მაინც აიღო, ნახოთ მოკლედ ეს უკვე შემდეგი კვლევის საგამოძიებო მოქმედებების საგანია, მაგრამ ამ ეტაპზე ის არის რეალობა რაც არის. თუმცა აქვე გავცელდა ესეთი ინფორმაცია ბატონ ნიკოლოს, რომ ჩვენმა კოლეგამ გაავრცელა ესეთი ინფორმაცია, რომ არსებობს კადრები, სადაც კადრები დადასტურდება რეალურად რა მოხდა. ქალბატონმა აფციაურმა გაავრცელა ესეთი ინფორმაცია, რომ არსებობს საქმეში კადრები და ეს კადრების საზოგადოება თუ ნახავ, მიხვდება ყველაფერი რა მოხდა. ნახოთ, თუ ეს გაავრცელდა ეს კადრები, ყველაფერი მზის სინათლეზე გამოვა. ეხლა რაც შეეხება ბატონო ნიკოლოს, ანუ ზარალასთან დაკავშირებით საკითხს, ესაც მნიშვნელოვანი საკითხია. გასაგებია ის მისი წარსულიდან გამომდინარე, არაერთი ანუ დადებით და ნეგატიურ კონტექსტში ლეგენდა დადის, რომ ზოგი იძახის კარგია, ზოგი იძახის ცუდია, მოკლედ როგორც ჩანს ეს ადამიანი ძალიან ესე ვთქვათ, საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანია და ეხლა გირაუთი რო გამოუშვა, მე პირადად მქონია ბატონ ნიკოლოს, რომ გირაუთი გამოუშვიათ აღნიშნულთან დაკავშირებით, იარაღთან დაკავშირებით. მე კიდე მინდა საზოგადოებას უთხრა, თუ იქნებოდა ეგრეთ წოდებული ავტომატი, მაშინ არ გამოუშვებდნენ, იმიტომ რომ პრაქტიკა ესეთი, რომ თუ ავტომატი გაქვს, არანაირად უკვე არ გამოგიშვებნა. ფაქტიურად ამ შემთხვევაში ზარალას ედავებიან, რომ პისტოლეტი ქონდა ვაზნებთან ერთად და ამიტომ გირაოს შეფარდება
აქ ესე ვთქვათ შესაძლებელია. ამიტომ აქ არაფერი უცნაური არ არის და გირაოს შეფარდება არ ნიშნავს რომ კაცი ან მართალია ან მტყუანია, ჯერ მის საქმის მსვლელობა გრძელდება და მე ვფიქრობ, ანუ უბრალოდ მას არც უარყვია რომ ეს იარაღი მას ეკუთვნოდა, ამიტომ მე ვფიქრობ ამის ძალიან დრამატიზირებაც არ შეიძლება. ნუ რაღაცა მოუვიდა და ეგეთი შეცდომა დაუშვა ამ ადამიანმა, ნუ როგორც თვითონაც არ უარყოფს ხო ამ ყოველივეს. აქედან გამომდინარე ეს მე არ ვფიქრობ რომ რაიმე სერიოზული პრობლემა იყოს მისთვის, ალბათ ნუ მოაგვარებს, მოგვარებაში გულისხმობ რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება და არ არის პრობლემა, სხვას მას არ შეექმნება. თუმცა ის რომ შერჩევითი მიდგომა, არანაირი შერჩევითი მიდგომა არ არის, კიდევ ერთხელ განმეორდები რომ არის ხოლმე მსგავს ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით, რომ ახლოს ღონისძიების სახეს პატიმრობის ნაცვლად გირაოს იყენებს ხოლმე სასამართლო.